მეორებ რომ ამ დრომდე მე არ ვიღებდი ხმას და არ ვაცხადებდი საქმეში არსებულ ცრუ მოწმეებთან დაკავშირებით არაფერს. მქონდა გარკვეული ეჭვები და ეს ეჭვი გააყარა იმან რომ ირაკლი ფერცხალავა მოიპოვა გაავრცელა ვიდეო მასალა და სწორედ ამ მასალაში აღმოჩნდა ერთ-ერთი იმ მრავალრიცხოვანი ჯარიდან ცრუ მოწმეებისა გოჩა მუკბანიანი. მას აქვს გამოძიებისთვის სამი ჩვენება მიცემული, ერთი სუსუთავიდან, როდესაც სასამართლოები იხილებოდა სასამართლოზე და შემდეგ სამართლიანობის აღდგენის რეჟიმში მოსული ხელისუფლების პროკურატურაში. გოჩა მუკბანიანი პირველად იძლევა ჩვენებას ახალ ხელისუფლების დროს 1 დეკემბერს და ძალიან მცირე წაგიკითხავთ რას წერს. კითხვების გარდა წერს ესეთ რაღაცას რომ დანარჩენი ახალგაზრდები ხელებ აწეული მიყუდებულები ყავდათ მათივე ავტომანქანასთან, შემთხვევის ადგილზე არც ავტომანქანის საბარგულზე, არც მიწაზე დაწენილ ახალგაზრდასთან, არც ტროტუარზე, არც სხვა ახალგაზრდებთან და საერთოდ მანქანის ირგვლივ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომატი ან მსგავსი რამ არ ყოფილა. აგრძელებს ჩვენებას, საკმაოდ მოცულობითი აქვს მას ჩვენება მიცემული. მერე წერს რომ მე თურმე მეორე დღეს დავიბარე და ის პირველი კასეტა იქ გამოვართვი, სადაც არ იყო აღბეჭდილი იარაღები, მერე გადავიდა ავტომანქანიდან და დახვდა მას იარაღები. ამას აფიქსირებს ჩვენებაში. ამის გარდა მუკბანიანი წერს გამოძიება შემდეგ გადადის კითხვა-პასუხზე და კიდევ ერთხელ ხაზს გასმით, რაც უფრო დაზუსტებულად ითვლება. შემთხვევის ადგილზე არც ავტომანქანაზე, არც მის ირგვლივ და არც დაკავებულ პირებს არანაირი სახის იარაღი, სახის ცეცხლსასროლი იარაღები არ ქონია და არც ყოფილა. ყოველივე აღბეჭდილია იმ ფირზე, რომელიც გურამ დონაძემ ამოიღო ვიდეო კამერიდან და დაიტოვა თავისთვის. მე თუ ამოვიღე, მაშინ როგორ აღმოჩნდა, ხო, რაღაცები და ასე შემდეგ. ეს ჩვენების და პირველი ჩვენების გურამ დონაძე მემუქრება და მეუბნება რაც ნახე არსად წამოგწდეს, ანუ მე რო იარაღები ჩავალაგე და გადავაღებინე. არც დღეს და არც სხვა დროს არ გაბედო ამის თქვა, თორემ შენ გვამსაც ვერ იპოვიანო. ნუ ეს გავიკეთ. ეს პირველი ჩვენება 1 დეკემბერს სამართლიანი ხელისუფლების პირობებში, აღდგენის პირობებში და შემდეგ პირველადი კადრები, სადაც დაფიქსირებული იყო, რომ შემთხვევის ადგილზე არ იყო არანაირი ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და არ და დარწმუნდნენ რომ იმაში რომ გადაღებული მასალის მიხედვით შემთხვევის ადგილზე არ იყო რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი და დაკავებულებსაც არ გააჩნდათ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღები, გურამ დონაძემ მე და ზურა ვაწაძეს გითხრათ დარჩენილიყავით ავტომანქანაში და მოგვიანებით დაგვიძახებდა. ანუ ამის მერებითომ გადავიდა ბატონი მუკბანიანი, ჭყალებში ბატონი და ნახა მერე იარაღები მე როგორ ვალაგებინებდი გამოძიებას და როგორ ვაღებინებდი. მუკბანიანს აქვს ორი ჩვენება, როგორც გითხარით, 1 ოქტომბრის შემდეგ მიცემული, მანამდე სასამართლოზე და ყველაზე მთავარი, მუკბანიანმა მოწმედ გამოიყენა მისი დაც. და ამაგრებს გოჩა მუკბანიანის ჩვენებას, რომელიც წერს რომ მოკლედ გეტყვით, რომ როგორი შეწუხებული იყო 9 წლის განმავლობაში გოჩა მუკბანიანი, როგორ ტიროდა მისი დის კალთაში და როგორ უყვებოდა სიმართლეს, რომ გურამ დონაძემ მიიტანა იარაღები, ჩაალაგებინა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ადამიანი არის ცრუ მოწმე. ეს ადამიანი ამ ჩვენებების შემდეგ და მისი დაც, თუ გინდათ ამოიღეთ, გადაამოწმეთ. დაინიშნენ სასჯელ აღსრულების დეპარტამენტში მაღალ თანამდებობებზე ბატონ სუბართან. მე დღეს დაგიდასტურებთ, რომ ეს ადამიანი არის მატყუარა, ეს ადამიანი არის ცრუ მოწმე და მან გამოიყენა მისი დაც იმ ცრუ ჩვენების გასამაგრებლად და გეუბნებით, რომ ორივე არიან თანამდებობებზე ამ ჩვენებების შემდეგ და მოვითხოვ მათზე განხორციელდეს იგივე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რაც მაიზერ ლიპარტელიანზე განხორციელდა. მაიზერ ლიპარტელიანი დააკავა სასამართლომ ჩვენებების საწინააღმდეგობრივი თუ როგორ იყო ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების გამო. ეს ყველაფერი გააკეთა მუკბანიანმა იმისათვის, რომ მე ყოფილიყავი ამ საქმეში ბრალდებული იმ ხაზით, რა ხაზითაც დღეს პროკურატურას ვყავარ წარმოდგენილი და ამის გარდა კიდევ ერთი ცრუ მოწმე მინდა დაგისახელოთ, რა თქმა უნდა ეს ადამიანები ჩემი ესეთი ყოფილი მეგობრები არიან და ძალიან მწუხარო ესეთები აღმოჩნდნენ და გამოაჩინეს საკუთარი თავი.
ქალბატონი ქეთევან ხოსიტაშვილი, ამაზე ოდნავ მოგვიანებით წარმოგიდგენთ ვიდეო მასალებს, დღეს არა. ეს ადამიანი სულ სხვა რამეს წერს ჩვენებაში და ამბობს სულ სხვა რამეს. სანამ ვიდეო მასალებს გაჩვენებთ, მინდა ძალიან მცირე რაღაცა ვთქვა. 18 თებერვალს დაიკითხა რუსთავიორის ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი, ჩემი მეგობარი, კოლეგა და მინდა გითხრათ, რომ დავით ქაშიაშვილი ჟურნალისტობა საერთოდ რა იყო, მე მგონი ამას არავინ არ უარყოფს, გურამ დონაძესთან ისწავლა, გადაცემა პატრულში ისწავლა და მიკროფონი და ტელევიზია რა იყო და საერთოდ რეპორტაჟი მან იქ ისწავლა და ამაში აქ ცუდი არაფერიც არ არის, მე მგონი. დავით ქაშიაშვილს დააწერინეს, მან დაწერა, ვერ გაიხსენა თუ რა ქნა, წუხვარ არ მინდა სიტყვა ცრუ ჩვენება გამოვიყენო, მაგრამ შეცდომით აქვს მას ეს ჩვენება დაწერილი. მე არ ვიცი დათოსთან არ მინდა პოლემიკაში ვიყო, იმიტომ რომ მაინც ასე თუ ისე ვთვლი, რომ ჩემი გაზრდილია თქო ამ საქმეში მთლად ყველაფერს ვერ დავიბრალებ, მაგრამ მაინც პატივს ვცემ ასე თუ ისე. უბრალოდ დათო ქაშიაშვილი წერს არასწორად რაღაცეებს და მე მას ეხლა ზეწოლაში ნუ ჩამომათვლის და საჯარო განხილვაში და განკითხვაში, მაგრამ ურჩევ რომ თქვა სიმართლე და არ გაუმაგროს ის ცრუ ჩვენებები ქეთევან ხოსიტაშვილს, ჩემს ყოფილ პროდიუსერს, რომელმაც ძალიან ბევრი ტყუილი დაწერა და ამაზე ვიდეო მასალებს, შინაარსობრივ, თეორიულ თუ პრაქტიკულს წარმოგიდგენთ მალე და გოჩა მუკბანიას. უბრალოდ დათო ქაშიაშვილის ერთ მონაკვეთს ავიღებ, ის წერს რომ დაინიშნა 2004 წლის თებერვლიდან და მუშაობდა და ყველაფერი ზეპირათიცის პატრულში რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა. ის წერს რომ 25 ნოემბერს მუშაობდა და იყო მორიგე სამსახურში და ზუსტად იცის იქ კამერა რა მდგომარეობაში იყო და ლუკი ქონა მას გადასახო თუ გადმოსახო სისტემაზე და ასე შემდეგ. თხოვ დათოს გაიხსენოს, სანამ მე დოკუმენტებს წარმოვადგენ და თქვა სიმართლე, რომ ის არ მუშაობდა. მე დავინიშნე 2004 წლის მინისტრის ბრძანებით 0907-ში და დათო ქაშიაშვილი ვერანაირად ვერ იქნებოდა 2004 წლის თებერვალში ჩემი თანამშრომელი. 2004 წლის 6 მაისს მე ვიყავი აჭარაში, როდესაც ასლან აბაშიძემ დატოვა აჭარა მაისის რევოლუციის შედეგად. შესაბამისად, დავით ქაშიაშვილი ვერ იქნებოდა ჩემი თანამშრომელი და მას არც ქონა შეხება იმ დროს. მეორე კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბობს, რომ 25 ნოემბერს ქონდა დავითს სამსახურში მორიგეობა, ნახა გაფითრებული ადამიანები, დაძაბული სიტუაციები თუ რა მნიშვნელობა რაც ნახა. მე კიდევ გეუბნებით, რომ დავით ქაშიაშვილი მე მივიღე დაახლოებით 2005 წლის მარტში თუ მაისში ამას უკვე ველოდებით საბუთებს სამინისტროდან და ფიქრობ, რომ დათო გარკვეული მიზეზების გამო მესმის, რომ მისი მეგობარია ამჟამად ხოსიტაშვილიც, მუკბანიანიც და მათ უნდოდა ალბათ მას უნდოდა რომ მის გვერდზე ყოფილიყო, მაგრამ სიმართლეს ვერ გაექცევა. რა თქმა უნდა, ის არის დიახ. მე ვთვლი, თუ მაიზერ ლიპარტელიანი მის ჩვენების შეცვლა, რომელმაც თქვა, რომ გადაღებულ ვიდეო მასალაში, რასაც უყურებ, არის რეალობა, არის სინამდვილე და ეს ადამიანი დააპატიმრა საგამოძიებო შევიდა შუამდგომლობით სასამართლოში და სასამართლომ დააპატიმრა, მაშინ ადამიანი, რომელიც მუშაობს მაღალ თანამდებობაზე ამ ჩვენებების შემდეგ, მუკბანიანიც მისი დაც, რატომ არ უნდა გავრცელდეს მათზე კანონით დადგენილი წესები, როცა აშკარად სრულმოწმეა ეს ადამიანი და სრულმოწმეობაში გახვია მისი დაც. მე წარმოვადგენ მტკიცებულებას, რატოა ეს ადამიანი სრულმოწმე, მიხვდით? აი ხა გაჩვენებთ. მუკბანიანი ამბობს ტელეკომპანია მაესტროს გამარჯობა. ტელეკომპანია მაესტრო სად არის, შეიძლება დავინახო, გამარჯობა და მადლობა თქვენს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს პირადად, რატომ იცით, რომ მუკბანიანის სრული ჩანაწერი გაუშვით ეთერში იმ დღეს, როდესაც ირაკლი ფირცხალავამ გაავრცელა კადრები, სადაც ეს ადამიანი ზის, უყურებს ვიდეო მასალას და ამბობს, რომ ეს ჩემი გადაღებული არ არის. ეს რა კადრებია, მე არ ვიცი. მერე ნუ რა მოხდა თოქ-შოუებში და გვერდზებს ხდომებსაც ულოცავ მუკბანიანის დამეგობრებას მათთან, მაგრამ მუკბანიანის ეს ვიდეო თქვენი ჩანაწერი მე გადმოვწერე, ამოვიღე, სასამართლოზეც წარმოვადგენ და მე გაჩვენებთ მუკბანიანი გასროლიდან 39 წამზე, სანამ ბუტა რობაქიძე არის ცოცხალი, როგორ დგას შემთხვევის ადგილზე, როგორ უჭირავს მას ხელში რადიო სადგური ესეთი გადამცემი, რომელიც ცდილობს რომ გადასცეს ინფორმაცია ნოლოჯდაურს და მიაწოდოს თუ რა ხდება, ეს შედიოდა ჩვენს მოვალეობაშიც
და ზუსტად სანამ ბუტა ისევ ცოცხალია, სანამ იარაღები ჩანს უწყვეტ რეჟიმში, გოჩა მუკბანიანი ჯდება ავტომანქანაში, კადრიც ჩანს და ხმაც ისმის და პირდაპირ გადასცემს 022-ის ოპერატორს შეტყობინებას დაშიფრული საძახისით. დაჭრილები არიან, დაკავებულები არიან, იარაღიც აქვთ და სასწრაფო გამოუშვით დაჭრილია ერთ-ერთი ადამიანი. არის თუ არა ეს მტკიცებულება? არის. აი ახლა გაჩვენებთ ბატონებო და უყურებთ თქვენ თვითონ ყველაფერს. მაესტროს ეთერში განაცხადა რომ მე არ გადამიღედა ეს ჩემი კადრები არ არისო. მურმანი ჟურნალისტი იყო და მას ყავდა. ანუ იქ არ ვიყავიო, ესო ჩემი გადაღებული იგულისხმება, ხო ჯგუფის მიერ, ჩემი გადაღებული კადრები. რამე თქვა რა, რომ ჩემი გადაღებული კადრებზე არ ჩანდაო, გასროლის მომენტიო. მარტო ხმა ისმოდაო, ხო? მე და იარაღები არ ქონიათო. იარაღები არ ქონიათო, რაც თავარია. იარაღები არ ყოფილა. ორივე სიძახის რომ აი იმ კადრებში რა კადრები როცა გავრცელდა მაესტროზე ესე გესმით რა შეასაქმე მას ქონდა კონკრეტული საძახის მე გიდასტურებთ ამას როგორც რას ნიშნავს მანქანაში მე რომ მანქანიდან გადმოსული გაჩვენოთ მომისმინეთ ეცქოსა მას ქონდა კონკრეტული საძახის მე გიდასტურებთ ამას და აბსოლუტურად მოდი მე მივიწევი ერთი წუთი მივიწევი და თქვენ მოგზავნით ანუ რას ნიშნავს დაშიფრული გეტყვით ჩვენს ჯგუფებს ქონდა ესეთი საძახისები მინიჭებული, დეკლარირებული სპეციალურად რომ ამოცნობა ყოფილიყო მოძრავ ჯგუფებს შორის. 034 1, 034 2, 034 3, 4, 5 და 6. ეს ოფიციალურად ტარდებოდა სამორიგეო ჟურნალში 022-ზე, ოფიციალურად რეგისტრირებული იყო მათი ყველა შეტყობინება თუ რასაც გადასცემდა ცენტრს, ჩვენ ვითხოვთ ამ ჟურნალებს და სამწუხაროდ ამ ჟურნალებს დღეს არ გვაძლევს შინაგანსაკუთრებათა სამინისტრო. ჟურნალი არის თუ არ არის 014 1 2 3 4 5 6 ეს იყო მე გიდასტურებ ჟურნალისტების საძახისები რომლებიც მაშინ ვიდეო პატრულით თუ რაღაცა რაც ერქვა იმის გადაცემაში მუშაობდნენ კონკრეტულად იმ დღეს 034 3 ეს იყო გოჩა მუკმანიანი და შემდგომში ამას ხა აი გაუშვეთ და მოდი ერთად ნახოთ რა ეს არის ადამიანი რომელმაც პირველად გააჟღერა სივრცეში რადიო სივრცეში ვერსია რო არიან შეიარაღებულები ეს პირები და არიან დაკავებულები. ეს არის გოჩა მუკბანიანი, რომელიც ამას პირველად სივრცეში, რადიო სივრცეში, შინაგან საქმეთა სამინისტროსი გოჩა მუკბანიანი აცხადებს ამას. ხმარა იქნება ხმაც. ეს არის ჯერ შენელებული ვერსია, რომ დაინახოთ მუკბანიანი, რას ვარყოფს? ჩემი პალტო არ არის და სხვა ზგავარო? ჩემი ფეისი არ არისო? ნუ ფეისის მნიშვნელობა ნაკლებად. აი ეს არის 02 წუთი და 36 წამი, სადაც მუკბანიანი ზის ავტომანქანაში და პირველად გადასცემს შეტყობინებას რადიო სადგურს, რომ სასწრაფო დაგვახმარეთ, დაჭრილია და შეიარაღებულები არიან. აი პირდაპირ ჩას და ყველაზე მთავარი არის, ის ფონოსკოპიურმა ექსპერტიზამ დაადასტურა ეს ხმა. აქ არის მის და დისკებზე მოგცემთ, ნახეთ და ყველაფერი კარგად ისმის. ჰაბიტუმან ფონოსკოპიურმა ექსპერტიზამ გოჩა მუკბანიანის სიტყვები დაადასტურა თავის კვლევაში. ესეც ერთი კიდევ პლუსი საექსპერტო ბიუროს. მე არიციან რომ ეს გოჩა მუკბანიანია და ვიღაცა იძახის რადიო სადგურში. ეს ადამიანი წერს რომ არ ყოფილვარ, ეს ადამიანი წერს რომ იარაღი არ მინახია და ეს ადამიანი ამბობს რომ მე თურმე კასეტა წავართვი, თურმე მე ვემუქრებოდი დახრჩობით და მოკლით და ეს მასალა არ არის მისი გადაღებული ბოლო აკორდი ქონდა მას ტელეკომპანია მაესტროზე თქვენ ეთერში ეს კადრები და ამასაც წარმოგიდგენთ. არა, იმავე კადრებში არის ეს ამოკრეფილია, უბრალოდ იმ კადრები. აი ეს არის სრუჩენება მაშინ. კი, აი ჩაგვითვალ. არა, იძახის რომ მანქანაში იჯდა არ გადმოსულა რა, ეხლა გარეთაც არის, შიგნითაც არის და იარაღებსაც ადგას თავზე. არა, არ მინახია იარაღები არ ყოფილაო და მე არ მინახია, აგერ წერია გასროლასაც ვერ ვიხსენებო, პირდაპირ უწერია. ნუ რას თავარი ეგ იძახის რომ მის ჟურნალისა ოპერატორის მიერ გადაღებულ კადრებში არ ჩანს გასროლა. ისმოდა მხოლოდ ხმა, ხო? აბსოლუტურად ყველა ადასტურებს ერთი კამერა მუშაობდა. როგორც გადმოიცა მე ისე ამოვიღე, შეგიძლიათ თქვენს არქივში შეადაროთ, სადაც ამბობს რომ ეს ჩემი გადაღებული არ არის. ეს არ არის რა კადრებია, საიდან გაჩნდა? სახეს დააკვირდით მისას. ის ზუსტად იმ მომენტში იმ შუმს ისმეს, რაც ისას და იმ კადრს ხედავს, სადაც თვითონ ზის და უყურებს და სახე საერთოდ აღარ ეკითხება. აი რომ მიხვალ სამსახურში, ჩემი თხოვნა იქნება.
ნახე კარგად რა მე ხო არ ვიგონებ ამ ყველაფერს მიუხედავად იმისა რომ ამომგონებელიც ვარ მკვლელიც ვარ რა ვიცი და ისა მინდა კიდე ერთი რაღაც პატარა რეპლიკა ვთქვა გუშინ დაიწერა ერთ გაზეთში რომ მე თურმე 2006 წლის 23 თებერვალს ვიყავი დასავლეთის ერთ-ერთ სოფელში სადაც დახოცეს სპეცოპერაციის დროს შედეგად ადამიანები კონტროლკები ეგრეთ წოდებული ახალეს და ჩემი სცენარია ერთ რამეს ვთხოვ თუ ვინმე რამე იცით ჩემი მოკლული ადამიანების შესახებ ჩემი დადგმული სცენარების და მკვლელობის ერთი დიდი სია გამიკეთეთ მიმართავ თქვენ რა შუაში ხართ იმ ადამიანებს და მომეცით რომ ესე სათითაოდ ხო არ ვილაპარაკებ უბრალოდ იმდენად არასწორად და იმდენად არაპროფესიონალები და იმდენად მე დაზარალულ ოჯახზე არ ვლაპარაკობ ერთ-ერთი ქალბატონი გამოვიდა რაღაც გაურკვეველი სახით მაპატიე და თქვა რომ კი გურამ დონაძის სცენაო და დიდი ბოდიშ ეს ადამიანი ჩვენთანაც თანამშრომლობდა რეალტივში მაგრამ ესე ვერ წარმოვიდგენდი თუ ესე გავს აბსურდს ან არ გაიკითხა და 23 თებერვალს მე მაქვს დაბადების დღე ამ თემასთან საერთოდ კავშირში არ არის და 2006 წლის 23 თებერვალს ჩემმა მეგობრებმა მათ შორის ხოსიტაშვილმაც უკუბანიანმაც და ჭყალებში მეგობრებმა ვინც დღეს ჩემს წინააღმდეგ გამოდის საგამოძიებო ორგანოში ჩემს დაბადების დღეზე მათ მიერვე გაკეთებულ სუფრაზე იჯდნენ დილის 6 საათამდე ცოტა სირცხვილია რა ვიცი აი ეს არის მაესტრო კადრები აგერ არის სიძე შეგიძლიათ წაიღოთ. ბევრი დრო წავიდა უკვე და კიდე მას ვიძახ რა განცხადება. ხო და ირაკლის უნდა განცხადების გაკეთება მე მგონი, ხო? მე ჩავიდე. საერთოდ არ აი ახლა ვიგეთ გათანამდებობაზეა მუხბანიანი საჯელ ახსნელების დეპარტამენტის სოციალური დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილე. მე ვთხოვ დიახ, მე ვთხოვ ადამიანმა როგორ უნდა დაიცვას, რატომ უნდა იყოს სოციალური სამმართველოს უფროსის მოადგილე, რომელიც აშკარად სრულჩვენების მონაწილეა და სრულჩვენება მისი დაც და ნახეთ, აბა ჩვენება აქვს მას 1 დეკემბერს მიცემული, მანამდე დაინიშნა თუ მერე ფაქტია რომ 1 ოქტომბრის მერე დაინიშნენ ეს ადამიანები, როცა შეთანხმდნენ რომ ასეთი ჩემს წინააღმდეგ და საქმის წინააღმდეგ ჩვენება უნდა მიეცათ ის რაც სავარაუდოდ გამოძიებას არ ყოფდა. მისი დისახელს გეტყვით კიდე? მისი დისახელს გეტყვით? ეს არის მიქაბერიძე ხათუნა ჯემალის ასული. ისიც მუშაობს საჯელ აღსრულების დეპარტამენტის ნომერ მე-5 ქალთა დაწესებულება უსაფრთხოების ინსპექტორი. ეგ არ ყოფილა თქმა. ხო და რა ვიცი კაცო თუ ეს კაცი ოქროს მოწმე იყო და ყველაფერზე მეუბნეოდი ასეთ ვისეთ თვითონ მე რატო გავავდი ისე ჩვენში დარჩეს არასაეთეროდ ვიც ჩემთან მუშაობდა იმ დროს პრობლემა დარჩეს არასაეთეროდ ნუ ისე ვამბობ რა просто ერთმანეთს ხურში კითხეთ მე რატომ გაუშვი გოჩა მუხბანიანი სამსახურიდან არა რატომ მურჩი ჩემს კოლეგებს რომ ამ ადამიანს აქ არ შეეძლო ემუშავა იმ რაღაცა ფაქტის გამო არა სატელევიზიო და არა პრესისთვის, არა გაზეთისთვის. უბრალოდ. ხომ ამბობს რომ გავაგდე და შეუძლებელი იყო. ჩვენებაში წერს თურმე ისეთი მონსტრი ყოფილა რომ ღამეებს რო ათენებდა ჩემი ბრალი იყო. ის ამაში ფულს იღებდა და არა ღამეებს ათენებდა რა. ნუ რაც შეეხება ჩემ განცხადებას, კაი, ხო, მას ვთქვით. რაც შეეხება ჩემ განცხადებას. პროკურატურამ საქმე ისე წაიყვანა რომ შემთხვევის დროთ მათ უნდათ გამოეცხადებინათ ღამის 2-ის ნახევარი. ამ კადრებიდანაც და ჩატარებული ექსპერტიზიდანაც ჩანს, რომ შემთხვევა მოხდა მე ვარაუდს გამოვთქვავ, რომ ეს სპეციალურად უნდა და იმიტომ რომ პროკურატურის გამოძიებელი იძახის, რომ ის 2-ის ნახევარზე მოვიდა და უკვე რომლებიც ჩანს ექსპერტიზამ პირდაპირ დაადასტურა რომ ამ მაჯის საათებზე არის დრო 3:17 წუთი და 3:25 წუთი მაქსიმუმ. აქედან გამომდინარე შესაბამისად ეს ამბავი მოხდა 3:15 წუთზე. ამ დროის ცდომილებით ისინი ფიქრობდნენ რომ მოიგებდნენ დროს, რათა დადასტურებულიყო საბრძოლო მასალების და იარაღის ადგილზე მიტანა, მაგრამ ამ მდგომარეობაში ხა არ ვიცი მე-9 არხი აქ არის, მე უკვე მესამეჯერ მიმართავ ქალბატონ აი ის რომ რაღაცა ანატომია როა გადაცემა რა, მან გადაცემაში მიქიაშვილს
მან გადაცემაში თქვა, რომ იქ საათი ჯერ 2:30-ს ანახებს, მერე 5:30-ს ანახებს, მერე ისევე 4:30-ს ანახებს და ბოლოს ნუ რაღაც. მე ძალიან ვთხოვ ამ ქალბატონს, რომ წარმოადგინოს ეს საათები, იმიტომ რომ ექსპერტიზამ ვერ ნახა სხვა დროები. ძალიან ვთხოვ, თვითონ მეცხრე არხმაც გადასცეს, მესამეჯერ ვითხოვ უკვე ამას, რომ ეს საათები წარმოადგინოს მან და ისევე ისეთი სურათების რეჟიმში აჩვენოს საზოგადოებას, როგორც ეს ექსპერტიზამ გააკეთა. აქედან გამომდინარე ის დრო ირღვევა, რა დროსაც შესაძლებელი იყო მოხდარიყო იარაღების მოტანა შემთხვევის ადგილზე, იმიტომ რომ როგორც პროკურატურის გამომძიებელი ადასტურებს, შემთხვევის დათვალიერება იწყება ზუსტად ღამის 3 საათზე. ესე იგი ჩვენი მისვლიდან 15 წუთში. როცა მიდის უკვე კრიმინალური პოლიცია. აი ამ 15 წუთის განმავლობაში აბსოლუტურად არარეალური არის დიდუბიდან ვაკეში წასვლა, ვაკიდან ისევე დიდუბეში დაბრუნება და ასე შემდეგ. რა ეს სპეციალურად გამიზნული იყო აი ამ დროის ცვლილება, რომ აი ეს დადასტურებული იყო და კიდევ მე რამდენჯერ უკვე მიმართავ თავარ პროკურატურას ამ საქმის გამომძიებლებს, რომ დაკითხონ ეს მოწმეები, ვინც კადრებში ჩანან, რომლებიც ან დაადასტურებენ, ან უარყოფენ თავიანთ პირველ ჩვენებას. ეს არის სულ რაც მინდოდა მეთქვა. ეს კადრები გაუჩნდა. აი, ეხავეთ მაო. დაჭროთან პირთან, ხო? ეს ფოტო ამოიღო ჰაბიტოსკოპიამ და გვაჩვენა ჩვენ. ანუ ამოიხსნეს ეს ადამიანი რა. აქ თავარი რა არის, იცი? ეს საქმე ჩემი აზრით არ გაიხსნება არასდროს სანამ სიმართლეს არ იტყვის პატრულის ყველა თანამშრომელი. მე საქმეში ჩემი ჩვენებები გამოითხოვეთ, არა მაქვს პრობლემა. ყველაზე ბოლოს მივეცი ჩვენება მე. ჩემი ჩვენება შეადარეთ არსებულ სიტუაციას და თუ იქ რამე ტყუილი მიწერია, ზათავარ პასუხი ვაგო რა. 21 პატრულს უწერია, არ ყოფილა იარაღი, მუკვანიანი ამბობს, თურმე კასეტა წავართვის, სადაც სწორედ იარაღები არ იყო და მერე რო გადავიდა, მერე დავხვდა მას ჩემთან ერთად თურმე იარაღები, მერე იბნევა და ამბობს, რომ მე მივიტანე სცენარი და იქიდან ვიღაცა სირაძე გამოხდება, ის საერთოდ რა ფიგურაა ვერ გავიგე და რა უნდა ჩვენგან, ის ამბობს, რომ დონაძე დავინახე ვაკეში ჩანთებით გამორბოდაო, მაგრამ როგორ? ორეულები ყავს, არ ყავს? სირაძე ვინა? სირაძე თუ სარიშვილი გოდის, სარიშვილი. ხოსიკაშვილი ძალიან ცუდი